რამდენ ქვეყანაში ხარ ახლა სულ ამყოფი? 20-მდე რა. რას გვირჩევა, აბა, სად ვიმოგზაუროთ? დახმარებას ითხოვს დარბაზის. და რა გამოარჩევს საქართველოს ამ ქვეყნებიდან? პირველ რიგში საჭმელი. მე მაინტერესებს YouTube-ზე თუ მოუმატებ ვიდეოების რაოდენობას. იცი რა, გაჩნია თუ დავამატებთ ედიტორის თემას, არ ვიცი, მაგრამ მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. და სანამ ინტერვიუს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, რადგან უფრო დიდ აუდიტორიას შეხვდეს ეს ინტერვიუ. დღეს ჩვენი სტუმარია კონტენტ კრეატორი და იუთუბერი მარიამ ზარანდია. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გვესტუმრეთ დღეს ინტერვიუს. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ხასიათზე ხარ საუბარი? გიყვარს ბევრი საუბარი ზოგადად? გასაგებია, დუმილი თანხმობის ნიშანია ჩემი აზრით. ხო? კარგი, მაშინ პირდაპირ კითხვით გადმოვალ. იუთუბერი უფრო ხარ თუ ტიკტოკერი? რაც იუთუბე დავიწყე, ვიტყოდი რომ იუთუბერი უფრო, იმიტომ რომ აი მართლა იმდენ ენერგიას და შრომას მოითხოვს. რომ ფაქტობრივად TikTok-ზე რასაც ვაკეთებდი, TikTok-ზე ახლა ვაკეთებ იმის 10%-ს ან არც. იმიტომ რომ მთელი ყურადღება მაქვს გადართული YouTube-ის მიმართულებით. და ანუ YouTube-ზე უფრო კომფორტულად გრძნობ თავს ვიდრე TikTok-ზე? არა. არა? საერთოდ არა, ანუ YouTube ბევრად რთულია, უბრალოდ უფრო მეტად გიცნობს აუდიტორია YouTube-დან ვიდრე TikTok-დან ჩემი აზრით და ამიტომაც ვდებ უფრო მეტ ძალისხმევას. უფრო მეტად ჩანს შენი ხასიათი. შეგიძლია უფრო მეტი ილაპარაკო და რაღაცნაირად მოკლე მეტრაჟიან ვიდეოებში უფრო ნაკლებად ჩანს შენი განწყობა. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე მგონია რომ YouTube უფრო მრავლის მომცველია რაღაცნაირად. თავიდან TikTok-ით ხო დაიწყე? კი. ანუ ეგ იყო ერთგვარი ბაზა ხო და მე ალბათ ის ქონდა იდეაში რომ შემდეგ გადახვიდოდი YouTube-ზე. სხვათა შორის არა, შემთხვევით გავხდი TikTok-ერი. YouTube-ით უნდა დამეწყო რეალურად და YouTube-ის გადაღებაზე ვიყავი წასული ყაზბეგში და უბრალოდ რაღაცა პატარა ვიდეო გადავიღე ჩემთვის აი სტორიზე გოგოები რომ გასაპრანჭვიდეოს დებენ ესე მარტივად რო თქვა, ბავშვი ვარ ჯერ კიდე რაღაც არ ვიცი 21-ის ვარ დაახლოებით თუ რაღაც ესე და ეს ვიდეო ავტვირთე უბრალოდ TikTok-ზე და ძალიან გავარდა და არ გამოვიდა უბრალოდ TikTok-ი. მეთქი ანუ ხო, მოდი აბა TikTok-ზე ვცადოთ და პარალელურად YouTube-ს დავდი, მაგრამ ნუ იმდენად რთული იყო რაღაცნაირად YouTube-ზე თავიდან ეს აუდიტორიის მოკრეფვა, ეხლა ძალიან რთულია, მაგრამ მაშინ საერთოდ რომ რაღაცნაირად კომფორტის ზონა შევეჩვე მარტივად რო თქვა და ადრე უფრო სხვა არხზე ვუღვაწეობდი, ესე ვიტყოდი, ანუ ვლოგებს ვიღებდი, ჩემით რაღაცა ვსწავლობდი, ესე დავარქმევდი მაგ ეტაპს. და მაინც აი ძალიან რომ მიჭირდა დროის მენეჯმენტში ეს ყველაფერი, მეთქი ცოტა ხანი გავეშვები YouTube-ს და გადმოვედი TikTok-ზე. ამიტომ რომ რეალურად უმეტესობას რაღაცა გონია რომ TikTok-ის ხარია ძირითადი ჩემი. მაგრამ მე რან როცა ძალისხმევა რაღაც ძალები მოვიკრიბე, დავიწყე თავიდან უფრო შინაარსობრივად. ისე პროფესიით, აი რა გაქვს დამთავრებული თუ არ გაქვს დამთავრებული, რა გინდოდა რომ გამოსულიყავი ადრე? არა, დამთავრებული მაქვს პირველ რიგში ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, ანუ მოგწერ ჟურნალისტიკა. და ძალიან დიდი ხანი ვიყავი ამ სფეროში, მაგრამ ნუ მეორე კურსი რო დავამთავრე, მივხვდი რომ ჩემი არ იყო, იმიტომ რომ თავისუფალი მედია ჟურნალისტიკაში არ არსებობს. და რეალურად მივხვდი რომ ჟურნალისტიკა არ მინდოდა კამერის წინ ყოფნა. და ეს ყველაფერი იყო ის, რასაც ახლა ვაკეთებ რეალურად, ანუ მართლა თავისუფალი მედია, რასაც გინდა იმას იტყვი, ან არ იტყვი. და ჟურნალისტიკაში არ გვაქვს. სამოგზაურო კონტენტს აკეთებ როგორც ვიცი? კი. და რა გასწავლა მოგზაურობა? მოგზაურობა მასწავლა რომ ანუ ჩემი აზრით უნდა არსებობდეს კანონი ყველა ქვეყანაში რომ ადამიანის ვალდებულებად უნდა იყოს აი მინიმუმ ერთ ქვეყანაში მოგზაურობა იმიტომ რომ ადამიანის ვალდებულება კი რაღაცა იმიტომ რომ მოგზაურობაში ხედავ სხვაგან რა ხდება იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს გგონია რომ აი ჩვენ საქართველოში ვართ შაკეტილები და იმის იქით ანუ არაფერი არ არის ჩვენ ვართ რაც ვართ და მარტო ქართველებზე არ ვამბობ აი ცუდად არ მინდა მე გაიგოს ახლა ედიტები გაკეთდება თან სიტყვაზე მაგრამ იმას ვამბობ რეალურად რომ ანუ ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ეს იმიტომ რომ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ნახოს სხვაგან ვინ როგორ იზრდება სხვაგან რა ხდება იმიტომ რომ მე განათლების დიდი პრობლემა გვაქვს რეალურად და გგონია რომ ჩვენ კარგად ვართ არა და კარგად ყოფნას მე სხვა რამეს ვეძახი საერთოდ რასაც მოგზაურობებში ვხედავ ბევრ რამესაც ვერ ვხედავ იმიტომ რომ ლოკალურად არ იცი როგორ არის სიტუაციები მაგრამ მაგალითად იტალია არის ჩემი ერთ-ერთი მეორე მხარე რომელიც მიყვარს ძალიან ფეხბურთიდან გამომდინარე ფანატიკურად და როდესაც ჩავედი რომში
ანუ აღფრთოვანდი რა თქმა უნდა, მაგრამ გარეუბნებში შესაძაც გავედი. კი. სამოგზაუროდ შესაძაც წახვედი პირველი ქვეყანა რომელი იყო და როგორ აირჩიე ქვეყანა. რენდომად იყო თუ უბრალოდ რაღაცის ჰქონდა შენი? გადასაღებად მეკითხები? მოდი მოგზაურობით დავიწყოთ, იმიტომ რომ აქედან ხო წამოვიდა სავარაუდოდ მე შენი კონტენტიც თუ არა? კი. რეალურად აი რატომ მოგზაურობა ამასაც გეტყვი. ხო, ეგ მაინტერესებს, მინდა რომ მივიდე ამ კითხვიდან. კი. პირველი ჩემი მოგზაურობა იყო გერმანიაში, სხვათა შორის 2020 წლებში ცოტა მღალატობს ხანდახან მეხსიერება. 2021 იყო ან 22 დაახლოებით. სადაც მიწევდა გერმანიაში წასვლა სტუდენტური პროგრამით მარტივად და კონკრეტულად დაახლოებით თვენახევრით და მიწევდა რომ რაღაცნაირად იქ ანუ მეცხოვრა რა აი მარტო ბავშვებთან ერთად მივდიოდი რა სტუდენტურად. მეორე სტუმარია რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა ანუ როგორც სტუდენტი ისე იყო წასული. ძალიან ცოტა ხნით აი სულ რაღაც თვენახევრით ან საზაფხულო პროგრამით ვიყავი. კი ბატონო. უბრალოდ ამ თვენახევარში მართლა ისე გადამიტრიალდა გონება. აი ხო რაღაცა ვიღაცისთვის შეიძლება შეუძლებლად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მარტოობაში, თან საერთოდ სხვა კულტურაში, სხვა სამსახურეობრივ წესრიგში, იმიტომ რომ ანუ იქ მივხვდი რეალურად რას ნიშნავს მუშაობა. აი მართლა რომ ყველა წამი გიფასდება ან არ გიფასდება, ასე ვერ ვიტყოდი ხო? უბრალოდ გიფასდება, იმიტომ რომ თუ დააგვიანებ შესაბამისად რამდენი წუთიც დააგვიანებ, იმდენი გეჭრება ხელფასიდან მაგალითად და ასე შემდეგ და იმდენად. ეგ კარგია? კი, იმიტომ რომ მუშაობის ხარისხს ზრდის. აჰა, კი ბატონო, მაგრამ ეხლა მოდი ჩვენ მაშინ გადმოვახურდო. ცოტა სხვა არის. ხო, არ ნახე სამსახურში როდესაც მიდიხარ, ხშირი შემთხვევა ის საცობი მაგალითად, ხო, რომელიც ყველა ქვეყანაშია. არ არის ყველა ქვეყანაში. სად არ არის? გერმანიაში მართლა არ არის, იმდენად მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამორიცხული, აი არის ხოლმე 2 წუთიანი, 3 წუთიანი გადაცდომები რა. ნუ ახლა რაღაცა. სად იყავ გერმანიაში? გერმანიაში ვიყავი ფრანკფურტში, ესენში, დორტმუნდში. და დორტმუნდი კიდე შედარებით ხო ისეთი არ არის. მაგრამ სხვა ადგილებზე? არსად, ანუ რატო იცი ხა მე ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდი, ტრეინებით ეგრეთ წოდებული, რომელიც დადის სარკინიგზო გზით, ანუ ჩვეულებრივ და აქედან გამომდინარე, აი ხო, აი მოწესრიგებულია, მართლა სისტემა არის აწყობილი რეალურად, ისე კარგად რომ თავისუფალი ხარ. აი ეს არის ძალიან დიდი რაღაცა. მე რას ვფიქრობ, იცი? თან იმ ქვეყნებს რომელსაც ვადარებთ, დედაქალაქებში ამდენი მანქანა არ იქნება ჩემი აზრით. სხვაგან? ხო. არა ხო, ესეც ცალკე პრობლემა, ანუ ძალიან ბევრი მანქანა არის. ანუ ერთ ოჯახში 5 მანქანა მგონია სადმე იყოს ევროპაში. ნუ არ ვიცი, შეიძლება ხე ვიღაცამ თქვა, სხვა რამე, მაგრამ ცუდიაო. ვიღაცამ თქვა შეიძლება კარგიაო, მაგრამ ან ჩვენ პატარა მასშტაბები გვაქვს რეალურად რა საქართველოში და ახლა სხვა ქვეყნებში მხელა გზებია და მხელა ტრასები და იმდენი გზა არის. რომ ალბათ არის ამის შესაძლებლობაც, რომ ამდენი მანქანა იყოს. ანუ პირველი იყო გერმანია. კი. აი მოგზაურობის კონტენტი მაინტერესებს, აი მან მოიფიქრე უკვე რომ ჩახვედი. მასალა ჩამოიტანე, აუცილებლად ახლა ტელეფონით ხო ყველაფერს ვიღებთ. ხო ეგრეა? დაახლოებით. და მე გადაწყვიტე უკვე ალბათ უკვე ამ ყველაფრის YouTube-ზე გადმოტანა. სხვათა შორის არის. სწორები არ გეყოფოთ, არა? უფრო სხვა ისტორია აქვს ჩემს ამბავს. გისმენ. ნუ იქ ხო გადამიტრიალდა ეს ტვენი რეალურად და მინდოდა რაღაცა აი მართლა ისეთი თან პირველი ფრენა იყო და ანუ ამას ლოგად ვიღებდი რომ პირველი ფრენა მიხარია ბავშვი ვარ ჯგვაზე ვარ და აი მან ჩავიფიქრე თვითონ ფრენავთან რომ აი YouTube-ზე 1 მილიონი გამომწერეთ თქო აი თან მაშინ აქტიურად ვდებდი ამ ვიდეოებს ეგ იყო უკანასკნელი ჩემი ვიდეო YouTube-ზე რომელიც ავტორი აი იმ YouTube-არხზე და ეგ იყო პრიკოლი მაგრამ აი 3 წლის მერე გავაკეთე ახალი არხი სადაც მინდოდა რომ უფრო შინაარსობრივი და ჩამოყალიბებული კონტენტი გამეკეთებინა და ნუ ინსპირაცია ძირითადად ეგ მოგზაურობა მაინც არ ყოფილა. ინსპირაცია იყო ჩემი პირველი მოგზაურობა მალდივებზე, იმიტომ რომ იქიდან ვიღებდი რაღაცა პატარ-პატარა ვლოგებს, ანუ და ძალიან მიყვარს ეგზოტიკა, ბუნება და აი წყალი, ზღვა, ანუ ყველა მიცის რომ ლურჯი ფერი ზღვა წყალზე, აი ჭედაო, მართლა შემილია, ბედნიერი ვიყო, საჭმელოდაც კი ისე მიყვარს. და ნუ იქიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩემს ვიდეოებს TikTok-ზე, რა ვიცი, აი 700-ზე ნაკლები ნახო არც ერთ ვიდეოს არ ქონდა TikTok-ზე, იქაურ ლოგებს. და მეთქი მოდი მაგრამ YouTube-ით გავაკეთოს თქო და აი ეს იყო რეალურად რომ აი აქედან დავიწყე, ეს იყო შარშან, ანუ 1 წლის არის დაახლოებით ჩემი არხი, 1 წლის და 1 თვის. ეს 1 წლის და რამოდენიმე თვის, სადღაც ეგრე. კარგი. მე სხვადასხვა TikTok-იდან გადმოვპორტერდი ესე ვთქვათ. ოღონდ ჩემთან ის იყო რომ ის ვიდეოები უკვე ძალიან დიდი გამომდიოდა და ძალიან კომფორტულია ეს YouTube-ი, რასაც ვუყურებ. და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალი ადამიანი დაემატება, უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ კონკურენცია უფრო გაიზრდება. ალბათ ესე უკეთესი იქნება, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ისეთი ადგილი გაქვს, სადაც მეორე და აღარ ჩახვალ? კი, თურქეთი. თურქეთი.
რატოა თურქეთზე ყველას ტრავმა აქვს? არა, ყველას ტრავმა მე მგონი. მაქვს. კი, იმიტომ რომ მე პირადად ოღონდ მე ფრენის შემდეგ. მე თვითონ ქავრობაზე, აი სად იყავი? სტამბოლში. ხო და სტამბოლში ანუ აი არ მომეწონა რა. მე მომეწონა ლამაზია. ოღონდ მეორე მხარე, მან ხო არის ორი მხარე. ევროპა და აზიის ნაწილი, ხო. კი, არის ლამაზი, არის ნამდვილად, უბრალოდ მაგრამ ჯინსებიანი კაცები ჭუსტებით ეგ არ ქალაქშიც გამოდიოდი, ყველას ჯინსი და ჭუსტები რო ეცვა მეთქი რა ხდება. აი ჩემთვის რავი, ეგ არ შემიმჩნევია, დაბრუნებული ვიყავი, იმიტომ რომ აი რაღაცა ანუ კატების სუნი და რაღაცა ხო? კატების სუნით, თან ქსელური მარკეტი ვერსად ვერ ვიპოვე. რატო ის ბიმი თუ რაღაც არ არის ქსელური? ერთი, აი გალათა თაუერთან. მეტი არა, ეგ იყო რაც ვიპოვე. უაიმე. და მეგონა რომ უკვდავების წყალს მივაგენ, ისეთ ბედნიერი ვიყავ, იმიტომ რომ ხო. სხვადასხვა იტალია ვახსენე დასაწყისში და იტალიელ ხალხთან რაღაც საუბარი როცა მქონდა, რაღაცნაირად მეგონა რომ ქართველებს ველაპარაკებოდი, რაღაც ეგეთი ისა ტემპერამენტი აქვს და ესპანეთზეც ეგრე მითხეს, მაგრამ ესპანეთში ჯერ არ ყოფილვარ სამწუხაროდ. ჯერჯერობით არც. ესე იგი თურქეთში არ მოგზაურებდით, ეს გასაგებია და ყველაზე თურქეთის სტამბოლის ნაწილში თორე არის თურქეთში იდეალური სანაპიროები, სადაც მართლა ძალიან კარგია რა. ყველაზე ძვირიანი ქვეყანა რომელი იყო? ჰაბიბი. დუბაი რა ვიცი, დუბაი და აი ახლანდელი პარიზიც სხვათა შორის. ცოტა, მაგრამ ნუ პარიზზე რაღაც დუბაისთან ჭორები რა. მსმენია, რომ თითქოს და ბინძურია და მე თუ არის მართალი ეგ მაინტერესებს, მე არ ვარ ნამყოფი. იცი რა გააჩნია, მე სიბინძურე არ დამინახავს, მაგრამ ევროპას არ შეეფერება ნამდვილად ის რაც არის, ანუ ესე ნაგავი დაყრილი ქუჩაში არსად მინახავს, უბრალოდ მეტად შეუძლიათ მოვლა რა, ხა რაც ნანახი მაქვს სხვაგან, ევროპის სხვა ნაწილებში, ანუ საფრანგეთსა თუ ამბობთ, რომ აი ყველაზე მდიდარი ისტორიული ადგილი ასე შემდეგ, მეტი ცოტა შეუძლიათ კი. და ეხლა რას აკეთებ YouTube-ზე? იმიტომ რომ მე როგორც ვნახე, დიდი ხანია ვიდეო არ დაგიდია. კი. იმიტომ რომ მარტო ვაკეთებ ყველაფერს ამ მომენტში, მარტო შეგულისხმობ იმას, რომ სცენარს მარტო ვწერ, შინაარსობრივად მე, ანუ სპონსორის ნაწილშიც ჩემით ვაკეთებ მოკლედ ყველაფერს, პლუს ამას ჩემით ვამონტაჟებ, რაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ანუ წვალობ რაღაცნაირად, იმდენად დიდი მასალები მაქვს ხოლმე ყოველთვის, აი მოგზაურობაში ყოველს გონია ისვენებ და აი რაღაცა ეს რა შეაკეთებს ფულს ან რაღაც, ანუ არა და არა ხო. გინდა რომ დაისვენო და ანუ კადრზე ფიქრობ სულ რომ აი ეს როგორი კადრია და რაღაც ანუ პირიქით რა, ანუ როცა მოგზაურობას იღებ, ჩათვალე შენ საყვარელ საქმეს თუ ჰობს რა ვიცი რაც არის, საქმე როცა აქცევ. ცოტა ძალიან ზედმეტი თავის. თან მოგზაურობას მაგრად გიყვარს, მაგრამ როდესაც ჩაფრინდები იქ უკვე იმით ვერ ერთობი ესე ვთქვათ. დასვენებით და რაღაც იღებ კადრზე მუშაობ. ხო ეგრეა. ხო. და გადაღებაში ისე იხარჯები და იღლები და ეგ ხშირ შემთხვევაში მეც მსმენია და ბევრს თქოს რა უთქვი რა გიჭირთ სიხართ იქ და რაღაცებს გიღებენ. არ არის ეგრე ხალხო მე ჩვენ ამას ვამონტაჟებთ და ასე შემდეგ და ვწვალობთ. რა მაინტერესებს იცი აი კოლაბორაციები გააქვს YouTube-ზე? ჯერჯერობით არ გამიკეთებია რა ვიცი. და რომელ ცნობილ ადამიანთან ერთად გადაიღებდი კონტენტს? იცი რა არის, ჩემთვის რეალურად კოლაბორაციას რა ვიცი თუ გავაკეთებ, თავარია შინაგანი მეჩი, ანუ ქართულად ვისაუბრებ, შინაგანად ესე ვთქვათ, განწყობით ემთხოვდეთ ერთმანეთს. მაგალითად ახლა მე როსოსთან ვიმოგზაურო, ჩემთვის უფრო ისეთი ის იქნება მოგზაურობა, რომელშიც უფრო შემეცნებითი, მშვიდი, წყნარი და ანუ დავისვენებ კარგად ალბათ, მაგრამ ანუ არ ვიცი ახლა ესე პერსონალურად არავის ვეხები, მარტო კონტენტზე ვსაუბრობ. კონტენტი ხო არ ვიცი როგორი გამოვა. მე მაგალითად სოსოს ვიცნობ, მაგრამ როდესაც აი ანტარქტიდის ვიდეო როდესაც დაიდო კაკოსი და სოსოსი. მე პირველი სოსოს უყურე. იმიტომ რომ სოსოს კონტენტი უფრო მომწონს რა. უფრო დაალაგებულია ალბათ და მაგიტომ. რაღაც ინფორმაციასაც მეც მაწყვის. კი. და თუ ხასიათზე ვარ კაკოს კონტენტიც ეხა ხო რა თქმა უნდა. მაგრამ მე სოსოს ვარჩევ. შენ რომელი გირჩევნი? ხო, აი ნახე როგორი რაღაც არის, ჩემთვის პირადად იმიტომ არა რომ კოლეგები არიან, მართლა ყველა კრეატორს, ანუ აი ამ სფეროში, YouTube-ზე მოგზაურობაში, ყველას თავისი რაღაცა ნიშა აქვს ნაპოვნი რა, რაც მომწონს და ვაფასებ, ანუ ძირითადად ვინც არიან ეხა სოსოზე თქვით, კაკოს რაც შეეხება, კაკოს უფრო აქვს რაღაცნაირად შთამაგონებელი ვიდეოები ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო სხვა მოტივებით აკეთებს პარალელებს და საინტერესოა ეს და უფრო სტორიტელინგი აქვს სხვანაირი და
ამით უფრო მეტ მას იწვევს ჩემში პირობითად თავშეჭდილებებს ახდენს, ამის თქვა მინდოდა. გიგის რაც შეეხება, გიგი არის უფრო ისეთი, რომელიც ალბათ ჩემს ვაიბებთან რაღაცნაირად მოდის, ან თვალ ბოლომდე არც ეგ, მაგრამ ხო, გიგი. იმიტომ რომ გიგის მოგზაურობა დამავიწყდა, აღარ მახსოვს უკვე. გიგიზე ის მახსენდება რაღაცა 75 hard. უცებ მოგზაურობას ვერ დავუკავშირე და მე გამახსენდა. Mr. Beast-ის ვიდეო შეხვდა ეხლა ხო? კი, რა ვიცი, ნახოთ. ნეტა, ანუ გამიხარდება ძალიან გიგის ეგ წარმატება. წესით მოხვედრილია, რა ვიცი. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ იმსახურებს, რაც თავი გაწურა გიგი, აი მართლა გულწრფელად გულშემატკივრობ. და გიგისთან ხო, აი ალბათ რამე ჩელენჯი თუ გავაკეთებდით და გამოწვევას ესეთი. შენ ვიდეოებს უყურებ? მე ვამონტაჟებ. არა, მონტაჟის ხო რამე. აი რო დამონტაჟდება და დადებ YouTube-ზე, შემდეგ თუ უყურებ. ხო, ნუ აი ახლა მაგალითად რაც დაიდო, 5 საათზე დაიდო ჩემი ახალი ვიდეო. ერთი სიტყვით, კი, რა ვიცი, ერთხელ ვუყურებ და ნარცისი არ ვარ, 10 ჯერ ვუყურე ჩემი მე ვიდეოს. მაგალითად ვეღარ ვიტან. აი მონტაჟის დროს როდესაც უყურებ მე რატო ვუყურებ, იცი? ხო, რამე ხო არ. რამე ხო არ. მიუხედავად იმისა, რომ 100 ჯერ ვუყურებ დარენდერებამდე, დარენდერების მერეც, იმიტომ რომ ხანდახან რატომღაც რენდერის მერე რაღაცები ხდება, არ ვიცი. რა შემონტაჟებ? პრემიერში. მაინც რაღაც იქნებ ხო არ რაღაცა მოხდა და მე ვერაფერს რო შევცვლი მაინც იმიტომ რომ მაგის თავიდან დასლადადება გამორიცხულია, მაგრამ კაი რა უჭირს ახლა ამ 4 წამს თუ ხმა არ იქნება? აი დაახლოებით, მარტო ეგ არის. მეტი არაფერი. რამდენ ქვეყანაში ხარ ახლა სულ ამყოფი? იცი რა არის ახლა ესე შევიცხადე თითქოს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ 20-მდე რა. 20-მდე. და რა გამოარჩევს საქართველოს ამ ქვეყნებიდან? აი, კი, მაინც საქართველოში ვიცხოვრებდი ბოლოს რო ვფიქრდები რა, იმიტომ რომ პირველ რიგში საჭმელი. აი, რა ვიცი, იტალიურიც მიყვარს, მაგრამ აი, აქაურს არ ჯობი არაფერი. მე ვერ აღფრთოვანდი იტალიური კერძებით. მაგრამ რთულია ახლა საქართველოს და როდესაც მიდიხარ იტალიური კერძებით აღფრთოვანდი. კი. ხო, საჭმელი რა, ხა მაგის გარდაც არის ხალხის ამბავი. აი, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც, იცი რა არის? კი. მაინც სხვა სიყვარული აქვს ამ ხალხს რა, როგორ გითხრა? კი, ანუ რომ ყველას აქვს კარგი და ცუდი. ანუ ყველა ერთს ალბათ ის შენი გირჩევნია ისევ რა. იმიტომ რომ სხვაგან კიდე არიცი ვინ როგორ აზროვნებს ბოლომდე, რა კულტურულ მასშია გაზრდილი, ანუ და ასე შემდეგ. შენიანს ვერენდობი ხანდახან და 4-4 საერთოდ და მაინც საქართველო რა, ალბათ, იმიტომ რომ სამშობლოა და მიჩვეული ვარ, არ ვიცი. და ერთი კარგი კითხვა იყო სხვათა შორის, რომელიღაცა იუთუბერის მასში ნახე, სამშობლო რეალურად პორტრეტია თუ ადგილი, რომელიც მართლა გიყვარს. ანუ პორტრეტი, კი არა და პეიზაჟი, რომელსაც მიეჩვეო უბრალოდ რა, ძალიან სწორი კითხვა დასმული. კი ბატონო. და ჯერჯერობით. ხო, აი ამის გარკვევაში ვარ. მე ჯერ მაინც ოჯახის ამბავიც არის, დედა, მამა, შენი საყვარელი ხალხი როცა აქ არის. მე მაგალითად 3 დღის შემდეგ ხვდები, რომ აი აქ არ უნდა ვიყო, სადაც ვარ სამოგზაუროდ. როგორ? აი სადღაც როდესაც გავფრინდები? ხო. 3 დღის შემდეგ ხვდები, რომ აი ჩემ ქვეყანაში მინდა რა. არა, მე არ მინდა ხოლმე დაბრუნებ. არ გინდა? ძალიან იშვიათად მომდომა. თურქეთიდან ერთი წური მქონდა. თურქეთიდან. არა, მე ხო გეუბნები, ან ფანატიკოსი ვარ იტალიის და ფეხბურთიდან მილანის და იქ ხო ვიყავი რა. აი პირველი 2 დღე იყო ძალიან აღფრთოვანებული დავდივადი და მესამე დღეს უკვე დამეწყო, რომ აქ მინდოდა რა. კამერის წინ ემოციები თუ გითამაშია? არა, არ შემიძლია. სხვათა შორის ეგ არის ჩემი ერთი რაღაც, რომ აი ვერს დაუწერია, რომ ხალხს უყვარვარ ჩემი ემოციურობის და პირდაპირობის გამო. აი ვერ ვაყალბებ ვერც ემოციას, ვერც რაღაცა ეგეც რა, ანუ აი არ შემიძლია და რა გავაკეთო. რამე თუ მომწონს, თუ არ მომწონს, შეიძლება აზრი არ დავაფიქსირო, საერთოდ აღარ დავდო ეგ ვიდეო რა. ქონდა ეგეთი ერთი შემთხვევა. რაღაც პროდუქცია გამომიგზავნეს კომპანიიდან. თავისმოვალი საშუალებები იყო სხვათა შორის და აი მართლა საშინელება ოქნა ჩემს თვალს, აი როგორ გაგიხსნა, წარმოგიდგენია რომ თავის მოვლის საშუალებები თმის. და თავიდან დაგებანა და ბზინვარება და რაღაც და აი მართლა უფლიანი შვიდი ქონდა ჩემს თვალს, ეგრე გამომიგენა რა. თან და დაგილაკოს თმა და აგირია. ხო და ნუ ვეღარ დავდე. არა რა, ნუ რა გადავარეკლამე. ისე სხვათა შორის რას არ დაარეკლამე ფარაზოს ეგ მაინტერესებს. საინტერესოა. სხვათა შორის აი ისეთ რაღაცას არ დავარეკლამებ, რაც ჩემს მორალს ხასუს გადაუსვამს. ხო და ამას რომ ეკითხებიან, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე უფრო მეტ ინდუსტრიაზე და უფრო მეტ შესაძლებლობაზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კრეატივში საკუთარი თავის გამოცდა, აი ძალიან. და მარტო ისეთ რაღაცებს არ დავარეკლამებ, რაც ჩემს მორალს ეწინააღმდეგება რეალურად, ხო, აი პოლიტიკურ შინაარსობრივ რაღაცებს თუნდაც. პოლიტიკური ოღონდ ხო მივხვდი რა ხრივად ლაპარაკობ. და კიდევ რას არ დავარეკლამებ.
ისეთ კომპანიას, რომელსაც არ ეცოდინება, როგორ მიწეროს პროფესიონალურად ასევე, იმიტომ რომ ზამია ვიდეო გადამიღე და დაია. კი, გვაქვს ეკრულება და ხოსრო მეუნებოდა წინასწარმეტყველი იყო წინა გადაცემებში, ისე რომ ქვია რაღაც მიგზავნიდნენ რა, ერთი კომპანია სახელი თქვა, მოთ არ მახსოვს და ეს რო ჭამო თუ შეგიძლია ვასე. ანუ ხო, რაღაცა ძალიან ის არის რა. ეს რო ჭამო თუ შეგიძლია. ანუ ეთიკის ამბავია მეტი არაფერი. შეიძლება ადამიანს არ ქონდეს მაგდენის. ეხლა მას შეიძლება მეგობარმა მომწეროს კაცო, ჩვეულებრივ ესე ჭამო თუ შეგიძლია რა არის. ანუ საშინელება. ქართულ კონტენტს უფრო ხშირად უყურებ თუ უცხოურს? საინტერესო კითხვაა. სხვათა შორის ამ ბოლოს აღარაფერს აღარ უყურებ სპეციალურად, იმიტომ რომ ერთ რაღაცა ჩემს თეორიამდე მივედი. რაც უფრო მე რაღაცას უყურებ, მით უფრო გეკეტება გონება და კრეატივი. ანუ არ ვიცი რა. ინტალღაზე გადაყავ ხარ, მესმის გავლენა აქვს შენ. გეკეტავს. ხო, გავლენა აქვს და გეკეტავს. ჯობია არაფერს არ უყურო და შენით რაღაცა თუნდაც ისეთი რამე. ოღონდ გამომწერებო თქვენ ამას არ გეუბნებთ. ხო. თქვენ გვიყურებთ. ანუ როცა კრეატორი ხარ ამას გულისხმობ რეალურად, იმიტომ რომ ანუ აი არ მიყვარს როცა სხვას მსგავსება ადამიანი, ჩემს თავზე ვამბობ, ოღონდ სხვა რაც უნდა ისაკეთოს, მართლა არავის არ განვეკითხავ. არ მინდა სხვა ჭორაობა, უბრალოდ საკუთარ თავზე ვამბობ, რომ მე ვგრძნობ ამ გავლენას რეალურად, იმიტომ რომ როცა ხედავ, რომ ყველა კარგად არის, ყველა ბედნიერია, ეს ახლა ესე ხდება, ასე ხდება, ავტომატურად გგონია, რომ შენც ეგრე უნდა იყო და ანუ რეალურად სოციმედია მაინც ყალბია, აი TikTok-ზე ვიტყვი რა, რომ რამდენი რაღაცა არის და იმის იქით კაცმა არ იცის ხო რა ხდება და ამ აუ იცი რა არის ხო ანუ აი არის სიყალბე როგორ არ არის სიყალბე ყველა ცდილობს რომ თავისი ცხოვრების რაღაც საუკეთესო მომენტი გააზიაროს ხო რეალურად უმეტესობა ხო და იმის იქით ხო არ იცის არავინ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება აი კი აქ უკან კაი პეიზაჟი მაგრამ აქეთ აღმოჩნდეს რომ პანორამაზე იღებს სურათს რაღაცა მეტაფორულად ხო ამიტომ ამის გარჩევა ანუ მქონდა აქ პერიოდი რომ ძალიან ბევრს სკროლობდი და მაგიტომ ამბობ რომ აი გამოუგრიჯე საკუთარი თავი ამ იმიდან, იმიტომ რომ ხო აი სულიერ სიმშვიდეზე ბედნიერება, ну აი არაფერი არ არის რა, იმიტომ რომ თუ ეგ დაკარგი ადამიანმა ცოტა ძალიან გიჭირს მე. ისე შენი ძლიერი მხარე რა არის შენი აზრით? ახ სულიერ სიძლიერეზე რადგან ვისაუბრეთ ეს კითხვა დამებადა. ჩემი ძლიერი მხარე? არ ვიცი, იქნებ ვინმე სხვა მითხრას. აი დახმარებას ითხოვს დარბაზის. ძლიერი მხარე. ხო დავეხმაროთ თუ შეიძლება. სპონტანობა. აჰა, ძლიერი მხარე, ხო? არ ვიცი, ხო. მე შევნია სხვა მილაპარაკოს ჩემზე ვიდრე მე საკუთარ თავს. კარგი და ის რომ იუთუბერი რომ არა ვინ იქნებოდი შენი აზრით? ბავშვობაში მინდოდა რომ ჩემი გადაცემა მქონოდა. მაგრამ რადგან ესეთი აქტიური და მართლა ერთ ადგილას ვერ უჩვენებ, მე მგონი მთელი რამდენიმე წლის განმავლობაში რაც მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, 6 წელი, მე კიდე 4 წელი ბიზნესზე ხო ვისწავლე, 2 საათიან სრულ ლექციაზე არ ვსწავლე. არ შემიძლია. არ შემიძლია რა გავაკეთე. მესმის. კარგად ავერი. წამყვანობის გარდა მეტი არაფერი არ გინდოდა? ჩემი გასართობის შოუ, აი მამ ტელევიზიაში რომ მუშაობდი, სულ ის მქონდა, რომ რაღაცა გასართობის შოუ ან რაღაცა ეგეთი გამეკეთებინა რეალურად რა. აი კამერის იქით მართლა არაზოს გაცდენია ჩემი როგორ გითხრა მიზნები და ფიქრები რა. აჰა. ნუ ერთხელ იყო რაღაცა გაფართხალება სიმღერის მხრივ უკრავდა მღერი და ძალიან მინდოდა რომ რაღაცა ამ ხრივაც ყოფილიყო, მაგრამ დიდი დრო არ დამიკარგავს მაგაში, მივხვდი რომ მე მაგაში პერსპექტივა არ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეგეთი მიმართულებით, მაშინ მართლა რაღაც ასწაული უნდა იყო რა, რომ ვიღაცამ დაგინახოს და გახდე სხვანაირად რჩეული, ურთულესია და მე გზა ვერ ავირჩიე. ეგრე კარგადაც ვთვლი რომ არ მღერი მაინც, ამიტომაც რაც უკეთ მოდიოდა ჩემს გულთან. რატო ეგ არ გჯერა რომ ეგრე კარგად მღერი? ხო, აი არ მაქვს მაგდენი. შენი აზრით ხა ვინ საქართველოში ცნობილი მომღერალია, ყველა კარგად მომღერეს? არა, ეს არ მithქოს. ხო და მე მაგიტომ უნდა მე ვფიქრობ ეგეთ დროს, რასაც შენ თვლი რომ სადაც კომფორტულად ხარ, ხო. მაგ ამბავს ბოლომდე უნდა გაყვე რა. აი ეს არის კომფორტი მაინც ჩემთვის იმით. კამერები. კი. იმიტომ რომ უფრო რეალურია. არ ზაძაბული არ ხარ ჩაწერის დროს მომამშენ ხოლმე. ყველა საშინელება არის ხოლმე, როდესაც რესპონდენტი არ გესაუბრება. იცი რაც უდია აი დიდ რაღაცს რო ეკითხები და ბოლოს შეგმევა რომ კი მე ბევრი ვიშრომე ამისთვის. ეგ არის საშინელება, მაგრამ ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ ამის გამიდოდ. მადლობა. კარგი. თქვი რომ არ ვიცხოვრებდი საქართველოს გარდა არსათო. მაგრამ აი ყველაზე კომფორტულად გერმანიის გარდა რომელ ქვეყანაში გრძნობ თავს? მალდივებზე. მალდივებზე?
აი, ხო შეიძლება ახლა ცოტა ბევრი შემედავება ამაზე, თუნდაც უსაფრთხოების ნაწილში, თუნდაც რა ვიცი, ჭამას მის ნაწილშიც ალბათ, ავთ ბევრი რაღაცის ნაწილში რა. საერთოდ განსხვავებული ცხოვრება არის ეგ. აი ახლა წლებით არ ვიცი მართლა ვიცხოვრებ თუ არა, მაგრამ მიფიქრია რომ აი წელიწად ერთ 3 თვე ვიცხოვრობდი ხოლმე რა. ესე სტაბილურად თუ მეკითხები საერთოდ გადაცხოვრებაზე, იტალია, იმიტომ რომ ხალხი აი მეც ზუსტად ეგ მომენტი მაქვს, რომ ახლოს არის. მაღაზიასთან რომ ნახე ორი ბირჟავიკი ტიპი რა. როსტელი ბირჟავიკი, აი როგორც იტყვიან, ხო იცი ჩვენთან. უბანში როზიან ორი ტიპი, ისე ისხდა და ზესუმზირას მიირთმევდნენ თუ რაღაც ეგეც რა, მეთქი სადوار ნახალოკაში. არა, ამის გამო არ მიჩვენე. არა. მე ეგრევე ადამიანის იმით მივხვდი რა. ხო. გავიარე და მეგონა რომ ნახალუკაში ვიყავი სადღაც, იმიტომ რომ რაღაც ეგეთი ხალხია რა, თან აქტიურები არიან. აქტიურები არიან და საუბრის დროსაც შევამჩნიე რა. ანუ რაღაც თან ატომ მქონდა ეგ ეტყვი რა, წინა დღეს სანამ გავფრინდებოდი, გავიარე უბანში რა, მან არ ვცხოვრობ ნახალუკაში, მაგრამ გავიარე და მან ეგ სურათი ზუსტად ერთ-ერთი იყო იქ რომში. კარგი, რას გვირჩევა, ბა, სად ვიმოგზაუროთ? გაჩნია რა გამოცდილების მიღება გინდა, დასვენება გინდა, სიცხე გინდა, სიგრილე გინდა, აი გაჩნია რა, ბოდიალი გინდა თუ ერთ ადგილას ყოფნა, აი ბევრი რამეზე. მე რას მივხვდი, დიპლომატიც ხარ და თან საუბრის დროს ისეთ რაღაცებს ამბობ, რომ მოიფიქრო შემდეგ პასუხი. ამიტომ მე პირდაპირ დავალებას მოგცემ ტოპ 5 ქვეყანა, სად იმოგზაურონ ჩვენმა გამომწერებმა. კი, ვენეცია პირველ რიგში, იმიტომ რომ აი ეგ ქაოსიც და სილამაზეც ერთად არის. ნუ მალდივებზე საერთოდ რო ვიყავი მე მეორეჯერაც წავედი და ისიც თქვი. გაიყვან მალდივებს. ტოპ 5 უნდა დავალაგოთ და მე-5 ადგილია ვენეცია. ტოპ 5, იცი რა, მოდი ჯერ 5 ვას გეტყვი. მოდი ტოპ 5 დავალაგოთ. კაი, ოკეი. მოდი ჯერ მაშინ ევროპის ნაწილი იყოს დაბლები და მე აზია, იმიტომ რომ აზია მე ევროპას აზია ვირჩევნია, ნათქვამი მაქვს ბევრჯერ. ხო, იყოს ვენეცია. რატო, ეგ საინტერესოა. კი, იმიტომ რომ უფრო უშუალო და ბუნებრივი ხალხია აზიაში სხვათა შორის, ახლა ნუ კრიმინალს თუ გადაეყარე, არც ევროპა არ გიშველის, არც აზია. კი. და უფრო მეტი ბუნებრივობა არის ამ აზიაში, იმიტომ რომ ხელშეუხებელი ბუნება არის და იმის ნაწილი როცა ხდები, გრძნობ საიდან მოდიხარ რეალურად რა, რომ შენც უბრალოდ ადამიანი ხარ და არა რაღაცა თავი ვინგონი ადამიანო, რაღაც ეგეთი მომენტი გაქვს რა. და ეს მიყვარს მე. ხო და მოკლედ ხო, ამიტომაც ევროპა უფრო რადგან გაშენებულია და ძველი ისტორიულ რაღაცებს უკავშირდება, შედარებით დაბალ იმაზე ჩამოვიყვან, შედარებით. თორე რაზე შედარება. ხო, ვენეცია იყოს მე-5 ადგილზე. მე-4 ადგილზე ვიტყოდი გერმანიას, იმიტომ რომ გერმანიაში კულტურული შოკის მიღების შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ოღონდ პატარა ქალაქებში. იმიტომ რომ მან რეალურად ბევრში სწავლის ადამიანი და არ დავასპოილერებ რას. ხო. მე-3 ადგილზე გავიყვანდი მოდი საქართველო იყოს რა, იმიტომ რომ სადღაც შუაში მინდა რომ საქართველო იყოს, იმიტომ ჩვენ ისიც გვაქვს, ესეც გვაქვს, ამიტომ მე-3 იყოს საქართველო. მეორე ადგილი იყოს დუბაი და არაბეთი, იმიტომ რომ ეგ ნაწილიც უნდა განიცადოს ადამიანმა, ეგ კულტურის ეგ ნაწილი. და ხო, აი როგორც სილამაზე და ბუნების რაღაცა წიაღი, აი მართლა მალდივები, ოღონდ მალდივები ძალიან ზოგადი ნათქვამი 1500-ზე მეტი კუნძულია მალდივებზე რა. არის რამდენიმე კუნძული და ზოგადად რჩევა მექნება, რაც უფრო შორი იქნება კუნძული დედაქალაქიდან, დედაქალაქს მალე ქვია, მით უკეთესი. იმიტომ რომ უფრო აუთვისებელია და უფრო სუფთაა და უფრო კარგია რა რეალურად და ამიტომაც იქაური სიმშვიდეც. მე მაგალითად აი უბრალოდ თვალებს რო ვახანხავ, ისიც მაბედნიერებს იქ, იმიტომ რომ ესეთ ფერებს ხედავ, არ ვიცი ეს ჩემი სუბიექტური აზრია მეტი არაფერი. კი ბატონო, რჩევა მიღებულია. მე მაინტერესებს YouTube-ზე თუ მოუმატებ ვიდეოების რაოდენობას და გეგმები რა გაქვს ზოგადად ამ სფეროში? იცი რა, გაჩნია თუ დავამატებთ ედიტორის თემას, არ ვიცი, მაგრამ ედიტორია საჭირო ესე. ედიტორიც, ოპერატორიც, რაც ყველაფერი. მან ნახოთ ხო, გეგმა ესეთი. ოსმოთი იღებ? თუ ხო, ყველაზე კომფორტულია ეს. კი, ძალიან, ანუ პატარა, სამოგზაუროდ ძალიან კომპაქტურია. Insta 360-იც მაქვს. DJI Nemo-ც მაქვს, ანუ პატარა POV კამერა არის და ნუ პატარ-პატარა რაღაცა კადრებს იმითიც ვიღებ. Insta 360-იც ძალიან კომფორტულია. ნუ წყალქვეშ დაივინგზე ძირითადად მაგას ვიყენებ, თავისი დაივინგ кейსით. ძალიან კარგია. ნუ ბევრი კამერა მაქვს, მაგრამ ანუ ყოფილა кейსი რომ ანუ რომელიღაც არ დამჭირვებია მაგალითად, მაგრამ ყველა დამაქვს ყოველთვის. ანუ არიცი რა მოხდება ეს ვარიანტია რა. და კიდე რაღაც მკითხე და დამავიწყე. რაოდენობას როგორ მოუმატებ თქო? თუ მოუმატებ თქო უბრალოდ. ხო, აი რაოდენობის მომატების ამბავში არ ვიცი, იმიტომ რომ ესეც ძალიან რთულია, რასაც ვაკეთებ ამ ეტაპზე, მაგრამ ესეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ რასაც გავაკეთებ, ის გავაკეთო ხარისხიანი, არ მინდა რომ ვიდეოები დაობეჭდო, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომაც მართლა სულ და გულსდებ და ანუ
ადამიანი რომელიც დააკლიკავს ჩემს ვიდეოს არ მინდა რომ ინანოს და ვინც დააკლიკავს იმან რომ მართლა ღირებულ რაღაცას უყუროს და მირჩევნია იმ ერთგული აუდიტორიისთვის რაღაცა ძვირფასის და ღირებულის მიწოდება ვიდრე ის რომ უბრალოდ ალგორითმისთვის ბევრი ვიდეო დავდო ჯერჯერობით ასეთ აზრებში ვტრიალებ იმიტომ რომ საშუალება რაც მაქვს დროის მხრივ მენეჯმენტის ამბავში სხვანაირად ჯერჯერობით არც გამომდის ამიტომ ეს სტრატეგია მაქვს ამ ეტაპზე კი ბატონო ახალი ვიდეო შენი ლინკი აღწერაში იქნება მეგობრებო გადადით და უცლებად ნახეთ მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრა რომ მოხვედი ჩვენთან ინტერვიუზე წარმატებებს გისურვებ და რა ვიცი მე როგორც მივხვდი ბევრი გეგმა გაქვს და გისურვებ რომ აუცილებლად აგესრულებინოს ყველა შენი გეგმა დიდი მადლობა ყველაფრისთვის აქ მოწვევისთვის ესეთი საინტერესო საუბრისთვის და რა ის იქნება მომში მე დაგპატიჟო ჩემს შოუში კი ბატონო წარმატებები მადლობა